ალბათ აი ასეთ ვიდეოებს რამოდენიმე მაქვს, სადაც ვაკრიტიკებ იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთზე ლაპარაკობენ და რაღაცა სრულიად გაუგონარ სისულელეებს ამბობენ ხოლმე, უნდა დავარქვა რუბრიკა დეოკუპატორი გიყურებთ. აა, გაკრიტიკებული მყავს გვარამია, ალასანია, ირაკლი. პატა ზაქარეიშვილი, ოღონდ პატა ზაქარეიშვილი პოსტი. თუმცა შეიძლება ვიდეოც მქონდეს გადაღებული, მე მგონი ვიდეოც მაქვს. გაკრიტიკებული მაქვს აფხაზთა კრების მალხაზ პატარაიას ფილმი ბუჩამდე იყო აფხაზეთი და გაკრიტიკებული მყავს ზაზა ბიბილაშვილი აფხაზეთის თემაზე და აი ეს ვიღაცა გიორგი კაჭარავა რომელსაც არ ვიცნობ კოტეს, აი ეს არის კოტე. დარიო რადიოზე მეც ვარ ნამყოფი. რამოდენიმეჯერ და დარიო რადიოს ვიცნობ იქიდან რომ ვუყურებ ამ რადიოზე გიგი თევზაძის ეთერებს. გიგი თევზაძის ეთერები არის სრულიად საგანძური მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ პოლიტიკის არა მარტო ქართულის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის ისეთი დონის კომენტატორი, როგორც გიგი თევზაძეა, მსოფლიოში მეორე არ არის, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ, ამიტომ გიგი თევზაძის ეთერებს, რომელიც სამშაბათობითაა საღამოს 7 საათზე, ყველას გირჩევთ და კატეგორიულ რეკომენდაციას გავცემ. დანარჩენი არაფერი და მით უმეტეს ის ადამიანები, ვინც აფხაზეთზე ლაპარაკობენ ამ რადიოზე, არ არიან ჩემი აზრით მოსასმენები და მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ყველაზე სწორი დეოკუპაციის ჯერ ერთი, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებზე სახელმწიფო კონტროლის აღდგენაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ დეოკუპაციაზე და არანაირი შერიგება, დაბრუნება და ასე შემდეგ. დეოკუპაცია არის სწორი სიტყვა, ეს ერთი და დეოკუპაციის პოლიტიკა ყველაზე სწორი ჩამოყალიბებული მაქვს მე. ამაზე სრული პასუხისგებლობით ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდე ერთხელ ვიმეორებ და ვინც გაბედავს რომ რაღაც შემეკამათოს ამაზე და ჩემს პოლიტიკას რომელიც სხვადასხვა ვიდეოებში ბევრგან მაქვს ჩამოყალიბებულად გაჟღერებული რამეს თუ არ ეთანხმება იქიდან ჩემს ნათქვამს, ან არ ეთანხმება იმას, რომ მე იქით როგორ ვაკრიტიკებ და რამ პასუხისგაცემა უნდა, ყველამ შეუძლია გამომიცხადეს და ეს კამათი დებატები მოვაწყოთ ეთერში. ახლა რაც შეეხება ამ გიორგი კაჭარავას, მის მაგალითზე მინდა დაგანახოთ რას ბოდიალობენ ის ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს როგორც ოკუპირებულს. აი ახლა ვინც ჩამოვთვალე, თითქმის ყველა, თითქმის არა, ყველა პირველ რიგში იმიტომ არის გასაკრიტიკებელი, რომ ოკუპაციას არ აღიარებს და იქიდან გამომდინარე, რომ არ აღიარებს ოკუპაციას, მე ყველაფერს რასაც ლაპარაკობს აფხაზეთზე, ყველაფერი არასწორია. იმიტომ რომ შენ თუ ოკუპაციას არ აღიარებ და ყველაზე მთავარ დამნაშავედ და პასუხისმგებლად არ აღიარებ რუსეთს, როგორც ამ ყველაფრის სათავეში მყოფ ტერორისტულ ორგანიზაციას თუ დაჯგუფებას, ყველაფერს დანარჩენს მე რაც არ უნდა ილაპარაკო, ლაპარაკობ არასწორად. ამ ადამიანს მე არასდროს არ მომისმენია მისთვის და იმიტომ მოვუსმინე კონკრეტულად აი ამ ვიდეოს 9 წუთიანია ეს ვიდეო, რომ აწერია სათაური, რომ თურმე სოხუმს თურმე თბილისთან აქვს ვალი. შუქის ვალზე ლაპარაკობს გიორგი, ბატონ გიორგის არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვცემ პატივს.
პატივს არ უცემ, იმიტომ რომ რატომღაც თავი მოაქვს აფხაზეთის თემის მაკომენტარებლად და ამ დროს აკომენტარებს ისე, რომ აბსოლუტურად ჩანს, რომ არ აღიარებს ოკუპაციას. მე, როდესაც, მაგალითად ზაზა ბიბილაშვილს როცა ველაპარაკები, რა თქმა უნდა, ზაზა აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და აფხაზეთი ოკუპირებულია. მაგრამ მე მსჯელობს იმაზე, რომ თურმე აფხაზი ერი მართლა ცალკე ერია და თურმე აფხაზების ცალკე ერობა რუსეთის მოგონილი არ არის. და რო აფხაზი მართლა ერია. ამაზე დგას ყველაფერი, რაზეც მსჯელობს ბიბილაშვილი და მერე ამ ცალკე ერს რაღაცეებში ადანაშაულებს და მათ თვლის პასუხისგებლებად, როგორც ერს და არა როგორც ცალკეულ პიროვნებებს. აფხაზი ერი არ არსებობს, აფხაზი ერი რუსეთის გამოგონილი რაღაცაა, ამიტომ ყველაფერი დანარჩენი, რასაც შენ დააშენებ ამ მცდარ დაშვებაზე, უკვე მცდარია, იმიტომ რომ პირდაპირ თვითონ ფუნდამენტი, რაზეც შენ ეს დააშენე, იყო არასწორი. ეს თითქმის ყველას ესჭირს. გვარამიას იმიტომ რომ თulis რომ უნდა შევურიგდეთ თურმე აფხაზებს, როდესაც ამბობ რომ აფხაზებს უნდა შევურიგე, აქაც ავტომატურად აფხაზებს რაღაცა ცალკე ერად აღიარებ და აფხაზეთის მოსახლეობა და თვლი მარტო იმ მოსახლეობას, რომელიც ახლა ოკუპაციაში არსებობს და არ ითვალისწინებ იმას, რომ აფხაზეთის უმეტესი მოსახლეობა გამოდევნილია აფხაზეთიდან და უმეტესი აქ არის და არანაირ აფხაზეთის მოსახლეობასთან შერიგება არ გჭირდება, ჩემთან გვარამიას არ ჭირდება შერიგება. და თუ რუსეთის კოლაბორანტებთან უნდა შერიგება, გვარამია დებილია, იმიტომ რომ რუსეთის კოლაბორანტებს კი არ უნდა შეურიგდე, ისინი უნდა დააპატიმრო, უნდა გაასამართლო და დააპატიმრო. პატარა იას პრობლემა ის არის, რომ ისიც იძახის, რომ ანუ აფხაზებს ადანაშაულებს გენოციდში, კი ამბობს ისე, რომ გენოციდი რუსეთმა ჩაატარა, ამას ზეპირად ამბობს, მაგრამ თulis რომ აფხაზებთან ერთად, არა, აფხაზებს ჩვენ გვეძახის ყველას, ვინც აფხაზეთიდან ვართ, მაგრამ ამ ეგრეთ წოდებულ აფსუებთან თulis რომ შეუძლებელია ცხოვრება და იმ ადამიანებთან, რომლებმაც ჩვენ გენოციდი ჩაგვიტარეს და გენოციდი თურმე ყოფილა ეთნიკურ ნიადაგზე და არა პოლიტიკურზე. გადაცემაში ყველა ამ ადამიანს ცალ-ცალკე მივუძღვენი გადაცემა და ყველგან იქ ძალიან დაწვრილებით ვლაპარაკობ მათ შეცდომებზე. ხო და თურმე ამ აფსუებთან ერთად ჩვენ არ დაგვედგომება. და რას უპირებს არ ვიცი, დახოცვას უპირებს თუ სადმე უნდა გაყაროს თუ რა უნდა უკრას, ამაზე ვერ ბედავს რა თქმა უნდა ლაპარაკს, იმიტომ რომ ესმის რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი საუბარი გამოუვა, იურისტია და ამდენი ესმის. ახლა რაც შეეხება ჯორჯ კაჭარავას მოვუსმინოთ რას ლაპარაკობს. და კიდე შეიძლება მე პირდაპირ რო ვკითხოთ ამ ჯორჯ კაჭარავას და დანარჩენებს ვინც ახლა გავაკრიტიკე, შეიძლება პირდაპირ ყველამ თქვას, რომ რა თქმა უნდა რუსეთია ოკუპანტი და რუსეთი მოახდინა ყველაფერი რაც მოხდა, მაგრამ მე იწყებს მსჯელობას და იმ მსჯელობიდან ჩანს რომ არ აღიარებს რუსეთს მთავარ დამნაშავედ, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც შენ ლაპარაკობ, რომ დამნაშავეები არიან აფსუები, რაღაცა მთლიანი ჯგუფი და არა ის, რომ კონკრეტული კოლაბორანტები და ამ კოლაბორანტებს შორის, რომ აფსუები საერთოდ 20% იყვნენ და დანარჩენი ჩვეულებრივი ქართველ მეგრელები იყვნენ, ეს არაუშავს. მთხოვარია აფსუები არიან დამნაშავეები. და ახლა ეს ამასაც მოვუსმინოთ. მე ამასთან არასდროს არ ვილაპარაკია და არ ვიცი რომ ვკითხო ცნობს თუ არა ოკუპაციას რას მიპასუხებს, მაგრამ მისი საუბრიდან გამომდინარე ჩანს რომ არ აღიარებს ოკуპациას. Электроэнергию Грузия поставляет электроэнергию в течение 32 лет населению, находящемуся в Абхазии, и это происходит бесплатно. Я могу обрадовать скептиков, которые думают, что Грузия очень бедная страна. По моим очень грубым подсчетам,
многолетним, я в этом очень серьезно разбирался, население Абхазии должно грузинскому государству в районе от 5,5 до 7 миллиардов долларов. И это не шутки. Это не шутки. Აი ამ 45 წამიან დებილობის მერე რაც არ უნდა ჭკვიანობები ილაპარაკოს და ეს 7 მილიარდი როგორც არ უნდა ჭკვიანურად ქონდეს გამოთვლილი თუ რაც არ უნდა იყოს მთლიანობაში მთელი მისი საუბარი იქნება დებილობა, იმიტომ რომ პირველი 45 წუთი რაც ილაპარაკა იყო გაუგონარი სიბეცე. აბსოლუტური პოლიტიკური გაუგონარი დონის სიბეცე. Nasilenie Abxazii რას ნიშნავს? ჯერ ერთი როდესაც აფხაზეთს ახსენებს, არ ლაპარაკობს, რომ ეს საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორია. კაი, თუ არ ჯერა იმის, რომ ოკუპაცია დროებითია, უბრალოდ ოკუპირებული აფხაზეთი მაინც უნდა ილაპარაკოს. აფხაზეთში ოკუპაციაში მყოფ მოსახლეობას არ თვლის საქართველოს მოსახლეობად. Ანუ თვლის, რომ ეს ტერიტორია რაღაცა ცალკე ორგანიზმია და ანუ აფხაზეთი населению Абхазии Грузия поставляет свет населению Абхазии. Не Грузия поставляет свет населению Абхазии. Грузия поставляет свет собственному оккупированному населению. Абхазия это один из 12 регионов Грузии, и Тбилиси в один из своих 12 регионов, как столица, посылает свет. То, что Тбилиси не берет оплату за этот свет, это потому что эта территория оккупирована, и Тбилиси не может там осуществлять государственный контроль. Следовательно, Тбилиси не может изымать плату. Но Тбилиси, понимая, зная, абсолютно будучи уверенным, и весь мир ее поддерживает в этом Тбилиси, что это ее собственная территория, это ее государственная территория, над которым временно потерян контроль, и это ее собственное население, люди, живущие до Псоу, от Ингури до Псоу, абсолютно полностью все население Грузии. Не население Грузии, только те, кто приехал туда откуда-то из других стран после оккупации, после 93 года. Все, кто приехали жить в Абхазию после 27 сентября 93 года, вот это не население Грузии. Но сейчас у нас нет возможности отчленить этих людей. Поэтому, когда мы поставляем свет своему собственному населению, мы поставляем свет всему населению, которое проживает в оккупации. Აი ეს არის სწორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკა და პოლიტიკური საერთოდ მსჯელობა აფხაზეთის თემაზე, აი ასეთი უნდა იყოს, როდესაც ადამიანი ცნობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, რომ ოკუპაციაში მყოფი, დროებით ოკუპაციაში მყოფი მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაა და საქართველო არ აკეთებს არაფერს ჯადოსნურს ამ შემთხვევაში. საქართველო აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, უბრალოდ თანხას ვერ იღებს იმ მოსახლეობიდან, რომელიც დროებით არის ოკუპირებული. ახლა ეს დათვლილი 7 მილიარდი მართლა მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს, თუ ვინ უნდა გადაიხადოს, როდესაც დეოკუპაცია მოხდება. ეს უნდა გადაიხადოს რუსეთმა და მოსკოვმა. და ეს უნდა იყოს რუსული რეპარაციებიდან დაბრუნებული და ანაზღაურებული თანხა. იმიტომ რომ ოკუპაციაში მყოფი მოსახლეობა გარდა იმ ადამიანებისა კონკრეტულად, ვინც იომა საკუთარი ქვეყნის თლიანობის წინააღმდეგ, მხოლოდ კონკრეტული ის ადამიანები არიან დამნაშავეები, არც მათი შვილები, დანარჩენი ოჯახის წევრები, არავინ, კონკრეტულად ის ადამიანები. დანარჩენი მოსახლეობა არის ოკუპირებული მოსახლეობა და ოკუპირებული მოსახლეობა არ არის პასუხისმგებელი ოკუპაციაზე და ომზე. პასუხისმგებელია რუსეთი
და მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე რიგის ხარისხოვნების ბრალი ადევს კოლაბორანტებს, იმ ცალკეულ ადამიანებს, ვინც რუსეთთან ერთად იომა საქართველოს ტერიტორიული თლიანობის წინააღმდეგ. როგორც კოლაბორანტმა, როგორც საკუთარი ქვეყნის მოღალატემ და არა რაღაცა მითიურ და ცალკე ერმა აფხაზმა. აი ეს ადამიანი ამას არ ცნობს, როგორც ახლა გავიგეთ და თავისი მსჯელობიდან გამომდინარე, ეს ადამიანი თვლის, რომ აფხაზეთში რაღაცა ცალკე ვიღაცები ადამიანები ცხოვრობენ, ვისაც თურმე საქართველო დენს აწუდის. დანარჩენი 9 წუთი მე სიმართლე რო გითხრათ, არ მომისმენია, იმიტომ რომ იმდენად აღმაშფოთებელი პოლიტიკური სივეცეა ნათქვამი პირველ 45 წუთში, რომ ყველაფერი დანარჩენი იქნება დებილობა, რაც არ უნდა ჭკვიანური სახით ილაპარაკოს. ვინმე ჯორჯ კაჭარავა არ ცნობს აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად, დროებით ოკუპაციაში მცხოვრებ ადამიანებს არ ცნობს საქართველოს მოქალაქეებად, ოკუპირებულ მოქალაქეებად და არ თვლის, რომ ქართულმა სახელმწიფომ თავისი სახელმწიფოებრივი მოვალეობა უნდა შეასრულოს იმ სახით მაინც, რა სახითაც და რა დოზითაც ეს შეუძლია. გადავიდეთ მეორე საკითხი. რატო უჭირს მოსახლეობას დღეს ოკუპაციაში შუქი? საერთოდ ენგურხესი როგორ მუშაობს? შევარნაძემ არძიმბასთან თავის დროზე, ანუ ისეთი მოლაპარაკება დადეს, ეს მოლაპარაკება არ არის მე მგონი ფურცელზე არ გაფორმებულა, ისეთი მოლაპარაკება იყო ზეპირი. ამ ზეპირი მოლაპარაკების, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ენგურხესი, იმისთვის რომ თბილისს ქონოდა ენგურხესით ოპერირების საშუალება, იმიტომ რომ სავარაუდოდ შევარნაძეს გამოაგდებდნენ იქიდან, თბილისის სპეციალისტებს გამოაგდებდნენ იქიდან და შესაძლოა იქ დამჯდარიყო რუსული სპეციალისტები და დღეს თბილისიდან კი არ მოხდებოდა ოპერირება ენგურხესით, არამედ პირდაპირ მოსკოვიდან. ამიტომ თავის დროზე ასე მოელაპარაკეს, რომ თბილისი განაგრძობს ენგურხესის ოპერირებას მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციაშია ენგურხესი და ამიტომ ენგურხესის გამომუშავებული შუქის 40% წავა ოკუპაციაში, 60% წამოვა არაოკუპირებულ საქართველოში. ასე იყო სულ და ეს 40% სავსებად საკმარისი იყო, აი ასე ყოფნიდა მთელს აფხაზეთს ყოველთვის, სანამ 2015 წელს არ შემოიტანა ბიძინამ საქართველოში მაინინგი. ამაზე ადრე ჟურნალისტური გამოძიებაც იყო, რუსთავი 2-ს მე მგონი ჯერ კიდევ რუსთავი 2-ს აქვს გაკეთებული, ახლანდელ მთავარის რა ქვია იმ ბიჭს? გაბუნიას აქვს რეპორტაჟი გაკეთებული და ჯერ კიდე მაშინ იმ დროს მინიმუმ 4 ფერმაზე იყო საუბარი, 4 მაინინგურ ფერმაზე. ანუ ბიძინას აქვს გადატანილი თავისი ფერმები აფხაზეთში, იმისთვის რომ შუქის ფული არ იხადოს. გარდა ამისა, რუსეთიდანაც ძალიან ბევრმა ჩამოიტანა მე, ანუ ახლა როდესაც დაინახეს, რომ ბიძინას აქვს, მე აბა ჩვენ რა, წითელი კვერცხები ვართო? შენ თუ გინდაო რომ აქ აისაკეთო, ჩვენც უნდა გქონდესო ამის კეთების საშუალებაო, მე იმათაც თავისები დაამატეს და თავიდან გაიზარდა, ანუ 40% უკვე არ ყოფნიდა იქაურობას, გაიზარდა იქაურობისთვის შუქის მიცემა 60%-ით, მერე 80%-ით და ახლა საერთოდ 100% სულ მთლიანად იქით მიდის, როგორც ვიცი, ყოველ შემთხვევაში 20, 21, 22 წელი ასე იყო. და მგონი 23-ის 100% იქით მიდიოდა და საქართველო მერე დანარჩენი საქართველოსთვის რუსეთიდან ყიდულობს უკვე ელექტროენერგიას, იმიტომ რომ ენგური მთლიანად ოკუპაციას ემსახურება. და იმის გამო რომ თვითონ ენგურხეს პრობლემები აქვს და როდესაც ზამთარში წყალი არ ყოფნის და შრება მდინარე,
მაშინ ვეღარ გამოიმუშავებს საკმარის ელექტროენერგიას. ანუ საკმარის კი არა, ანუ ვეღარ გამოიმუშავებს იმდენს, რომ მაინერებსაც ეყოთ და მოსახლეობას. ამიტომ ყველაფერს, რასაც ძლივს გამოიმუშავებს ენგურხესი, მიაქვს მაინერებს და მოსახლეობას არაფერი არ რჩება. ამიტომ აქვს ოკუპაციას შუქთან პრობლემები. ნუ მაინერებს ეს კიდიათ, მაინერები აგრძელებენ მაინინგს, მოსახლეობა გაჭირვებაშია და უშუქოდაა. ეს ერთი მხრივ ბიძინას რუსული ღორული უსინდისობაა და მეორე მხრივ ოკუპირებული მოსახლეობის პრობლემა, იმიტომ რომ იმათ თავი ბიძინას უსინდისობას კიდე თავის უსინდისობას ედ დაამატეს. და ჩვენი ბიუჯეტიდან ანუ გამოდის რომ ბიძინას და უსინდისო მაინერებს ემსახურება მთლიანად ენგურხესი ქოცების პირობებში და საქართველოს ბიუჯეტიდან საქართველოს შუქს ყიდულობს. იმიტომ რომ შუქი არა აქვს, იმიტომ რომ ენგურხესი აქით ვერ მუშაობს. ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს, გაკონტროლდეს და დაიშალოს ეს სქემები, რა თქმა უნდა, იმის მერე როცა ქოცებს მოვიშორებთ, მანამდე ასე იქნება. ქოცებამდე ამას ვერ ვარეგულირებთ. ქოცების მერე ამას მიეხედება. მაგრამ გიორგი კაჭარავას თუ ჯორჯ კაჭარავას არასწორ პოლიტიკას და სისულელეების ბოდვას რა ეშველება არ ვიცი. მე როდესაც თორნიკესთან ვილაპარაკე, მე ხო ცალკე ფილმი გადავიღე იმაზე, რომ აფხაზდაკრების ბუჩამდე იყო აფხაზეთი არასწორი ფილმია. მერე თორნიკეს ეთერშიც ვილაპარაკე ამაზე და თორნიკე არ უნდოდა რომ დამთანხმებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გასაგებად და აბსოლუტურად არგუმენტირებულად ავხსენი და ბევრჯერ გავიმეორე, რაში მდგომარეობს იმ ფილმის არასწორობა, სამი საკვანძო მომენტია იქ და თორნიკე დაჟინებით იმეორებდა, არა, რას ქვია. როდესაც მე ველაპარაკებოდი, სანამ ჯერ კიდე მელაპარაკებოდა მალხაზ პატარაია, ორი თვე ველაპარაკებოდი პირად მიმოწერაში. ორი თვე ასე თუ ისე თუ პირდაპირ თუ შემოვლით თუ სხვანაირად ვეკითხებოდი ცნობს თუ არა ოკუპაციას. მალხაზ პატარაია გამწარებული ანტიმიშისტია და ყველა ანტიმიშისტის დაავადებაა ეს, საერთოდ ოკუპაციას არ ცნობენ მიშას ჯინაზე. და ანუ რო არცნო პირად მიმოწერაში ეს და რაღაცა დებილობებს, სამსართულიან დებილობებს პასუხობდა, მოკლე პასუხის მაგივრად კი თუ არა რო ეთქვა ცნობს თუ არ ცნობს. მერე გამოვიტანე ეს კამათი საჯაროზე და საჯაროდ დავდე პოსტი და იქაც იგივე გააგრძელა, მერე არასდროს არ მიპასუხა მოკლე კონკრეტულ კითხვაზე ცნობს თუ არა ოკუპაციას, კი თუ არა. გააგრძელა რაღაცა 5 სართულიანი უაზრო ტექსტების რახუნი, რომ რაღაცნაირად აი ამ ტექსტებში ჩაემალა ის, რომ არ ცნობს. მერე ახლა რა თქმა უნდა, როდესაც ეკითხები და რომ შეეკითხო ასე მერე თორნიკესაც არ უკითხავს არასდროს ასე პირდაპირ ცნობს თუ არ ცნობს და თუ ცნობს მე კიდე იქ მერე ბევრი კითხვა მაქვს მასთან, თუ ცნობს მერე იმ დანარჩენ არასწორობებს რატო ლაპარაკობ თუ ოკუპაციას ცნობ. თორნიკეს არ უკითხავს, იმიტომ რომ თulis რომ არ არის ასეთი კითხვა კონკრეტული და მოკლე დასასმელი ადამიანისთვის, რომ ეს ისედაც გასაგებია რომ ცნობს. არ არის გასაგები რომ ცნობს, იმიტომ რომ რასაც მსჯელობს იმდენად არასწორად, რომ ჩანს რომ არ ცნობს. როგორც აი ამ ახლა ჯორჯ კაჭარავასთან, ხო ვხედავთ რომ არ ცნობს, იმიტომ რომ ისეთი დებილობები დააბრეხვა, რომ ჩანს რომ არ ცნობს რუსეთს თავარ აგრესორად და არ ცნობს აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოს მოსახლეობის ნაწილად. კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ. Электроэнергию Грузия поставляет электроэнергию в течение 32 лет населению, находящемуся в Абхазии. Грузия поставляет населению, находящемуся в Абхазии. Да, это население, находящееся в Абхазии, это там целый организм, я.
ის მაინც ეთქვა, რომ თბილისი поставляет Сухуми. Ара, Грузия поставляет куда-то. Неизвестно куда. Это происходит бесплатно. Я могу обрадовать скептиков, которые думают, что Грузия очень как бы бедная страна. По моим очень грубым подсчетам, ну, многолетним, я в этом очень серьезно разбирался. Население Абхазии должно Грузии, грузинскому государству. Должно. ოკუპაციაზე და ომზე და იმ სიტუაციაზე, რაც დღეს გვაქვს, ბატონი ჯორჯ კაჭარავა მთავარ პასუხისმგებელ პირებად თვლის ოკუპირებულ მოსახლეობას. თვლის რუსეთს. თორე იტყოდა იმას, რასაც ვამბობ მე, რომ ვალი ჩვენ წინაშე, საქართველოს მოსახლეობის წინაშე, როგორც ოკუპაციაში დღეს მყოფს, ასევე ჩემ წინაშე, რომელიც ოკუპაციას გავექეცი და თბილისში ვარ დღეს, რუსეთი ჩვენ წინაშე ავალდებული და რეპარაციებს აქით გადაიხდის რუსეთი და ის 7 მილიარდიც თუ მართლა ამდენია ვალი, შუქის ვალი, ეს წესიერად კიდე დასაცვლელი იქნება, ამ კაცის ნდობა არ შეიძლება. ამ თანხასაც რუსეთი აანაზღაურებს მომავალში. და კარგი, დანარჩენს ახლა დარიო რადიოს არ გავაკრიტიკებ. მათი საქმე არა ასაკეთებენ, რისთვის აკეთებენ და ასეთ დებილობებს რატო ალაპარაკებენ ეთერში და თუ ასეთი დებილობები უნდა ილაპარაკონ, მაშინ იმედისგან რითი განსხვავდება ეს ეთერები, მაშინ არ ვიცი მე. Ну, მაგრამ ოკეი, ეს მათი გადასაწყვეტია. მე კიდე დავაჯამებ ჯაყურები გამოვიჩინები, თუ ფართო ყურები მაქვს. დავაჯამებ სწორად. ანუ რა უნდა თუ იმაზე უნდა ამ ადამიანს ლაპარაკი, რომ ვიღაცას თბილისის წინაშე 3 მილიარდი ვალი აქვს, უნდა ილაპარაკოს, რომ ეს ვალი აქვს რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთმა ოკუპირა აფხაზეთი, რუსეთმა ოკუპირა საქართველოს 12-დან ერთ-ერთი რეგიონი, რომელსაც აფხაზეთი ქვია, ამ ტერიტორიაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები და ის რომ ეს მოსახლეობა და ეს მოქალაქეები ვერ იხდიან საქართველოს ბიუჯეტში შუქის ფულს, ამაში დამნაშავე რუსეთია და რუსეთს უნდა აეხიოს მომავალში რეპარაციების სახით ეს 7 მილიარდი. აი ამას უნდა ამბობდეს ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია საერთოდ აფხაზეთის ამბები გააშუქოს, ილაპარაკოს, დააკომენტაროს და რამე ჭკუა მოეკითხებოდეს ამ თემაზე. მომავალ შეხვედრამდე საქართველო ოკუპირებულია, აფხაზეთი საქართველოს 12-დან ერთ-ერთი ოკუპირებული, დროებით ოკუპირებული რეგიონია, რომელიც იქნება დეოკუპირებული, ფულს გადაიხდის რუსეთი.